საღამომშვიდობისა მუშაობას განაგრძობს ინფორმაციის სამსახურ ეთერშია პროგრამა მოამბე. Გამოშვებას კი სულ ეხლა ხანს მიღებული ინფორმაციით დავიწყებ. 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა ზუგდიდში დღეს დაახლოებით 18 საათსა და 15 წუთზე გოჩა ესებუას გასვენების სანგლოვიარო პროცესიაზე უცნობი პირების თავდასხმის შედეგად. უთხრა Prime News საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამეგრელო სამხარეო განყოფილების უფროსმა თემურ გაბუნიამ. როგორც Prime News-მა შეიტყო, მოყოლთა შორისაა საქართველოს ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე. ამჟამად დღევანდელი ხელისუფლების მიერ შემორიგებული გელა კვარაცხელია და ზურაბ შონია. თავდასხმა იმ დროს განხორციელდა, როცა სანგლოვიარო პროცესია სასაფლაომდე 1 კილომეტრით იყო დაშორებული. თავდასხმელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. თვითმკვლელთა მტკიცებით ისროდა ერთი ადამიანი, რომლის ამოცნობა შეაძლებელია. ჩვენ ველოდებით ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტის რეპორტაჟს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. აფხაზეთის ეკონომიკის რეაბილიტაციისათვის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გაეროს სპეციალურ კომისიასთან ერთად ჩამოყალიბა პრიორიტეტები. როგორც Prime News არძინბას მთავრობის ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიქტორ ხაშბამ განუცხადა, გაეროს კომისიის ანგარიში შესაძლოა აფხაზეთის ეკონომიკის აღორძინების პროგრამად იქცეს.